რამდენიმე ადამიანს კომენტარებში დავუპირდი რომ მინაბლოკზე ვისაუბრებდი. მოკლედ ხშირად მეკითხებიან ხოლმე ღირს თუ არა მინაბლოკის გამოყენება ინტერიერში. იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც არ იცით მინაბლოკი რა არის, ეს არის გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე მინის ბლოკი, რომელსაც ხშირად ვიყენებთ იქ, სადაც გვჭირდება სინათლე, მაგრამ არ გვინდა რომ სივრცე იყოს მთლიანად გამჭვირვალე. ეხლა ვისაუბროთ ორი სიტყვით რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მინაბლოკს და რა შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენება. ყველაზე დიდი პლუსი მინაბლოკის ეს არის სინათლე, მინაბლოკი ატარებს სინათლეს და ოთახი ღებულობს ბუნებრივ განათებას. მეორე ეს არის პრივატულობა, მიუხედავად იმისა, რომ სინათლეს ატარებს, ინარჩუნებს პრივატულობას და არ აჩენს დეტალებს. ამიტომ იდეალური აბაზანაში, დერეფნებში და სამუშაო ზონებში. მესამე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის ესთეტიკა და დიზაინი მინაბლოკის. შევხვდებით არა მხოლოდ მინის ფერ, გამჭვირვალე ფერის, ასევე არის ფერადი მინაბლოკებიც, რომელიც აქცენტს აძლევს ინტერიერს. ბევრი ადამიანისთვის ძალიან ესთეტიურ და საინტერესო ვიზუალს ქმნის. მეოთხე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის გამძლეობა. საკმაოდ გამძლეა და ტემპერატურის და ტენიანობის სხვაობის შემთხვევაში პრობლემას არ შეგექმნით. ეხლა 1-2 სიტყვით რამდენიმე უარყოფით მხარესაც ვთქვათ. პირველი და მნიშვნელოვანი ეს არის მონტაჟის სირთულე. მინაბლოკის სწორად მონტაჟი მარტივი არ არის, ჭირდება სპეციალისტი და მაქსიმალური სიზუსტე. მეორე ეს არის წონა, მინაბლოკი არის მძიმე, ამიტომ მონტაჟის დროს ხშირ შემთხვევაში დამატებითი საყრდენი ან გამაგრება ჭირდება. მესამე ეს არის ფასი. მინაბლოკის ფასი ჩვეულებრივ კედელთან შედარებით გაცილებით ძვირია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფერადი ან ხარისხიანი მინაბლოკის შეძენას აპირებთ. და მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ფაქტორი მინაბლოკის ეს არის დიზაინის შეზღუდვა. მინაბლოკის ერთხელ დამონტაჟების შემთხვევაში, შემდეგ მისი შეცვლა ან დემონტაჟი მარტივი არ არის. ამიტომ თუ ცვალებადი გემოვნება გაქვთ და თქვენი ინტერიერი არ არის გათვლილი რამდენიმე წელიწადზე, ამ შემთხვევაში მინაბლოკის გამოყენებას არ გირჩევ. სხვა კუთხით, მინაბლოკს გააჩნია საკუთარი ესთეტიკა. სწორად შერჩეული მინაბლოკი ბევრი სტილის ინტერიერს უხდება ძალიან. იდეალური გამოსავალია, როდესაც გინდათ რომ ოთახი იყოს ნათელი და თან შეინარჩუნოს სიმშვიდე. ჩემი აზრით ძალიან კარგი არჩევანია, უბრალოდ საქართველოში არ არის ხშირად გამოყენებადი მასალა. თუ კი გადაწყვეტთ მინაბლოკის გამოყენებას, აუცილებლად გაითვალისწინეთ სივრცის ზომა, სინათლის მიმართულება და ფერი, რომ შედეგი მიიღოთ ისეთი, როგორცაც ელოდებით. კიდევ გამმეორდები, რომ თუ კი რაიმე შეკითხვები გექნებათ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. ჩემთვის რაც ყველაზე მთავარია, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, გაზიარება. დროებით.